წმინდა მოწამე კალიოპე დაიბადა პამფილის ქალაქ პერგამში. მისი მამა ცნობილი სენატორი იყო, დედა კი ღვთისმოსავი ქალი თეოკლია. თეოკლიას დიდხანს არ ყავდა შვილი და მხურვალე ლოცვებით ევედრებოდა უფალს მემკვიდრის მონიჭებას. ღმერთმა შეისმინა მისი ვედრება და ძე უბოძა, მაგრამ ძის დაბადების შემდეგ მეუღლე გარდაეცვალა. დაქვრივებულმა თეოკლიამ შვილი ქრისტიანულად აღზარდა. მალე დაიწყო ქრისტიანთა სასტიკი დევნა. თეოკლიამ გაიგო, რომ მისი შვილის დაბეზღებული იყო წარმართებთან და კილიკიაში გაგზავნა. როდესაც წმინდანი კილიკიაში ჩავიდა, ქალაქში წარმართულ დღესასწაულს ზეიმობდნენ. ჭაბუში შესთავაზეს მონაწილეობა მიეღო ნადიმში. წმინდა კალიოპემ უარი განაცხადა და აშკარად აღიარა ქრისტე. ქალაქის მმართველმა მაქსიმმა კალიოპეს აღუქვა, რომ თავის ასულს მისცემდა ცოლად, თუ კერპებს მსხვერპლს შესწირავდა. ჭაბუკი უარზე იყო. უარის მიღების შემდეგ მაქსიმა ბრძანა სასტიკად ეწეებინა ჭაბუკი. წმინდანი ხარის გამხმარი ძარღვებით ცემეს. შემდეგ რკინის ბორბალზე გადააკრეს და ნელ ცეცხლში დაუწყეს წვა. ბოლოს ცოცხალ მკვდარი საპყრობილეში ჩააგდეს. როდესაც თეოკლიამ შვილის ამბავი გაიგო, ანდერძი დატოვა, მონები გაანთავისუფლა, ქონება გლაჰაკებს დაურიგა და შვილთან წავიდა საპყრობილეში. დარაჯებს ფული მისცა, საკანში შევიდა და გაამხნევა შვილი. მეორე დღეს მაქსიმა ბრძანა, ჯვარზე გაეკრა ჭაბუკი. დასჯის დღე დაემთხვა დიდ ხუთშაბათს. თეოკლიამ დარაჯებს თხოვა თავდაღმა მიელურსმად შვილი ჯვარზე, რადგან მას მაცხოვრის მსგავსად აღსრულების ღირსად არ თვლიდა. მისი თხოვნა შეასრულეს. წმინდა მოწამე დიდ პარასკევამდე ჯვარზე ეკიდა და გარდაიცვალა მაცხოვრის ჯვარცმის დღეს. ჯვრიდან გარდამოხსნილი შვილის ცხედარი დედამ გულში ჩაიკრა. მაცხოვარს მადლობა შესწირა და თვითონაც უფალს მიაბარა სული. ქრისტიანებმა დედა შვილის ცხედრები ერთად დამარხეს. Baby